IT ინფრასტრუქტურა ბიზნესის უხილავი ძრავია. როდესაც ყველაფერი მუშაობს, მასზე იშვიათად ვფიქრობთ. მაგრამ როგორც კი შეფერხებები იწყება, ზიანი უკვე ფინანსურ შედეგებში აისახება. მოგესალმებით. მე ზინკა ვარ და დღეს ვისაუბრებთ 7 მკაფიო სიგნალზე, რომლებიც მიანიშნებენ, რომ დროა თქვენი IT ინფრასტრუქტურა განაახლოთ. პირველი. სისტემები შენელდა და შეფერხება გახშირდა. თუ თანამშრომლები ყოველდღიურად უჩივიან პროგრამების გახსნის დაგვიანებას, სერვერზე წვდომის შეფერხებას, ფაილების ატვირთვა გადმოწერის დაბალ სიჩქარეს. ეს უკვე არადროებითი პრობლემა, არამედ ინფრასტრუქტურის გადატვირთვის ნიშანია. მეორე, ტექნიკა მოძველებულია. IT ინფრასტრუქტურა და სამუშაო ტექნიკა 3-5 წლის შემდეგ ხშირად აღარ იღებენ მწარმოებლის მხარდაჭერას. მოძველებული ტექნიკა ვერ პასუხობს თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნებს. ზრდიან შეფერხებით მუშაობის რისკს. მოძველებული ტექნიკა ზრდის არა მხოლოდ შეფერხების, არამედ მონაცემთა დაკარგვის ალბათობას. მესამე, უსაფრთხოების ინციდენტები გახშირდა, ფეშინგ შეტევები, ვირუსები და მავნე პროგრამები, არაკონტროლირებადი წვდომები. თუ უსაფრთხოების პოლიტიკა და სისტემები არ განახლებულა, ინფრასტრუქტურა ხდება სუსტი რგოლი. თანამედროვე ბიზნესისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული რისკია. მეოთხე, ბექაპ და აღდგენის გეგმა არასაკმარისია. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, რა დროა საჭირო მონაცემების სრულად აღსადგენად. თუ პასუხი გაურკვეველია ან აღდგენა რამდენიმე დღეს მოითხოვს, ეს უკვე მაღალი რისკის ზონაა. მეხუთე, IT ხარჯები იზრდება, მაგრამ შედეგი არა. ხშირი რემონტი, გადაუდებელი შეკეთებები. ეს ყველაფერი მოკლევადიანი გამოსავალია. როდესაც ოპერაციული ხარჯები იზრდება, ხოლო სისტემის სტაბილურობა არა, უფრო ეკონომიურია ინფრასტრუქტურის სტრატეგიული განახლება. მეექვსე, ბიზნესი იზრდება, IT ვერ ეწევა. ახალი ფილიალები, მეტი მომხმარებელი, მეტი მონაცემი, მაგრამ იგივე რესურსი. თუ ინფრასტრუქტურა არ არის მასშტაბირებადი, ის მხარდამჭერი კი არა, ბარიერი ხდება. მეშვიდე, მართვა ქაოსურია და არასტრუქტურირებული. არ არსებობს მონიტორინგის სისტემა. არ არის დოკუმენტირებული პროცესები. პრობლემებზე რეაგირება ხდება მხოლოდ ინციდენტის შემდეგ. თანამედროვე ინფრასტრუქტურა უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი და მართული. ინფრასტრუქტურის განახლება არ არის მხოლოდ ტექნიკური პროექტი. ეს არის ბიზნესის სტაბილურობისა და ზრდის სტრატეგიული გადაწყვეტილება. თუ ამ 7 ნიშნიდან 2 ან 3 მაინც აქტუალურია თქვენს კომპანიაში, დროა ჩატარდეს IT აუდიტი და შეფასდეს არსებული გარემო. IT Tech ეხმარება კომპანიებს IT ინფრასტრუქტურის ანალიზში, რისკების შეფასებასა და განახლებაში, ისე რომ პროცესი იყოს პროგნოზირებადი და ბიზნესისთვის უსაფრთხო.